ყველაზე დიდი უბედურება რა არის. ამ დროს აღა მაჰმად-ხანის ბანაკში იმყოფება განუწყვეტლივ იმყოფება ბრიტანეთის ელჩი, რომელიც პირდაპირ აიძულებს და ის იასეთ ინცაძეს ამ დოკუმენტები გამოქვეყნებული. აღა მაჰმად-ხანს რომ ილაშქროს აიღოს თბილისი და რათა დაარწმუნოს, კიდევ ერთხელ დაარწმუნოს ერეკლე, რომ რუსები მზაკვრები არიან, რუსების ნდობა არ შეიძლებოდა და რომ აი ერეკლემ რომ მაშინ გატეხა პირი და დაარღვია ბრიტანეთთან ტრაქტატი, აი ამიტომ ისჯება, რომ შეიძულოს ერეკლემ რუსების საბოლოოდ და დარწმუნდეს, რომ რუსების ნდობა არ შეიძლება. ერთ-ერთი, ანუ ეს არის ერთგვარი როგორ გითხრათ, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა მარკესის რო არის ესეთი, გამოცხადებული აოხრების ქრონიკა, წინასწარო ყველამ ყველაფერი იცის. მოღალატეები აქაც ძმებს ერთმანეთი აღარ უყვართ და ტახტს უმიზნებენ და ერთმანეთის წარმატება არ უყარიათ. რუსები აქეზებენ აღა მაჰმად-ხანს. აღა მაჰმად-ხანს თავისი ტახტის ინტერესები აქეზებს, რომ ილაშქროს თბილისზე. ბრიტანელებიც აქეზებენ, რომ ილაშქროს, რომ რუსები შეაძულონ ერეკლეს. ეს გმირი 80 წლამდე მისული მოხუცი რეალურად მარტო რჩება. როდესაც მოულოდნელად აღა მაჰმად-ხანი თბილისისაკენ დაიძრა, ერეკლე იმ მომენტში სხვა მიმართულებით იყო და ძლივ შემოასწრო თბილისში. წავიდა ბრძოლები, იომა გმირულად. სხვათა შორის სამასი არაგველის საკითხის გასარკვევია და რატო მართალია ბოლოს ერეკლე დამასკდა ეგეთ სიტუაცია იყო, რომ როდესაც მტერმა მოვლა დაიწყო და ნარიხალადან მოდიოდა აღმოჩნდა, რომ არავინ აღარ იცავდა. 3000-იანი იმერელთა რაზმს უნდა დაეცვა და მიუტოვებია თბილისი, მოუტაცებია თბილისიდან არაქართველები ახალ ციხეში წაუყავანით გასაყიდად და ციხე მიტოვებული იყო რეალურად. და ამ დროს რა მოხდა? ალყაში მოქცევის საფრთხე შეიქმნა და უკვე ერეკლე დღეს დღეს მეტეხის ხიდია. იდგასო მისი შვილიშვილები აღწერენ, როდესაც დაინახაო, რომ ნარიყალასთან ყიზილბაშები გამოდიანო და ამ ბებერს სრემლი წამოუვიდაო, გონება გადაეკეტაო, ხმარს გადაჭრა მათრახი ცხენს და გაეკანა მტრისკენ ძლივს დავიჭირეთ შვილიშვილებო, რო ვეღარ ვიჭერდით, გავკოჭეთ, ღრიალებ და ტიროდაო, რომ საქართველო იღუპება მის თვალწინ, რასაც ყველაფერი შეწირა ამ ციბინძურის ყველას ღალატის წყალობით, ძალი წავიყვანეთ დუშეთისკენ. მაგრამ ამ დროს ამოხდა 300 არაგვისპირელი ხევსური და სხვათა შორის საქართველოს მუსულმანთა რაზმები, რომლებიც დროზე ვერ წამოვიდნენ, ერთმანეთს გადააწყდნენ ჟინვალის ჩრდილოეთით, შეიკრნენ. ერეკლეს მადევრად მეორე-მესამე დღეს გაუშვა აღა მაჰმად-ხანმა 6000-იანი კავალერია მხედრობა, ეს იყო მისი რჩეული ჯარი, იმიტომ რომ ფრანგები როგორ წერენ, რომ ძირითადად ეს 6000 იყო მისი მთავარი დამტყმელი ძალა და ჟინვალთან ბრძოლაში 300-მა არაგვისპირელმა ხევსურმა იმ ჩვენ ქართველ მუსულმან, ასე ვთქვათ, აი ბორჩალუელებთან და სხვა აქ ცხოვრობდა, რა ქვია, მწყემსებად დასაქმებულ მუსულმანებთან ერთად თავპირი დაალეწეს, ფაქტობრივად პირწმინად გაანადგურეს. და ისე გაიქცა აღა მაჰმად-ხანი თბილისიდან, მკვდრების დამარხვა ვერ მოასწრო. დაბრუნდა ერეკლე თბილისში, მაგრამ იავარკნილი იყო საქართველო. მეორე დღესვე რეალურად გასცა ერეკლემ ბრძანება. დაიწყო ახალი ქართული მონეტების ბეჭვდა, რომელი მონეტებიც ჩვენს ფულის მუზეუმში დღესაც ინახება. გეორგიევკის ტრაქტატიდან საქართველოს უფლება ჰქონდა, რომ თავის ფულზე გამოეხატა ერთ მხარეს რუსული ორთავიანი არწივი, მეორე მხარეს ქართული ნიშანი. ესეთი რაღაცები ჩვენს სინამდვილეში ყოველთვის ხდებოდა თამარ მეფის დროსაც, თქვა არაბული, სპარსული წარწერები კეთდებოდა, რომ მეტი კონვერტირების გამო და მიზნით. ერეკლე მეორე 1797 წლის მერე ამას არასოდეს აღარ იყენებდა რუსულ არწივს, ფულზე არ ატანდა. 1796 და 97 წლებში რა ფულებიც მოჭრა. ყველა ფულზე ერთ მხარეს ქართული ნიშნებია, მეორე მხარეს რუსული არწივია, კახურად თავმოგლეჯილი. ცალთავ არწივებს ატანდა. ეს არის პირდაპირ ანდერძი, რომ ერეკლე რომ არენდო რუსეთს. ერეკლე მეორე დარჩა უდიდეს რუს მოძულედ. ვინ მიაღწია მიზანს? ბრიტანეთის დიპლომატია. დიახ, ბრიტანეთის ელჩი, რომელიც აიძულებდა აღა მაჰმად-ხანს, რომ ელაშქრა თბილისზე, ის იყო გამარჯვებული. მან თავის მიზანს მიაღწია. ერეკლე სამუდამოდ შეაძულა რუსეთი. მაგრამ ამ პოლიტიკური თამაშების შედეგი იყო იავარკნილი თბილისი, აოხრებული თბილისი და რამდენი რამე წყალში ჩაყრილი.
1798 წელს ერეკლე გარდაიცვალა. მომენტალურად დაიწყო ძმებს შორის ტახტისთვის ბრძოლა, ტახტისთვის ჭიდაობა და გიორგი მე-12-მ იმ მიზნით, რომ მამის ანდერძი, რომის თანახმადაც ვის მერე მიზმას უნდა დარღვეულიყო, პავლეს მიწერა წერილი, თხოვა, რომ საქართველოს ხელახლა სულ სხვა პირობებით მიეღო რუსეთის ქვეშევრდომობაში, ამიერიდან ისეთი რაღაც უფლება შეეძინა რუსეთს, რომ მეფე ქართლ-კახეთისა რუსეთს უნდა დაემტკიცებინა. ოღონდ ერთი პირობით თუ მიშვილს დაამტკიცებდა ძმის ნაცვლად. და საკუთარი ოჯახის, ასე ვთქვათ, პოზიციის გამყარების მიზნით ჯარის შემოყვანაც თხოვა. ამაში დიდი როლი ითამაშა გაბრიელ ჩოფიკაშვილმა, მერე ყაზბეგად რო იწოდა. გიორგი მაზნაურობა მიენიჭა, რუსებმა მერე მაიორობა და გამოატარეს რუსული ბატალიონი. ეს მოხდა 1799 წელს, რათა გიორგის სიკვდილის შემთხვევაში ტახტი მიეღო არა იულონს, მიზმას, არამედ მის ვაჟს, აი ამ როგორც იტყვიან, რა ქვია, აზარტულ მოთამაშე და გარყვნილ დავითს. და ამის შემდეგ გიორგი მაინც შეშინდა, რომ ეს პირობა არ დარღვეულიყო, სამ რუსები გაიგებდა, რომ ის მოგტებოდა. უკვე ძალიან მძიმედ რო იყო. და ახალი წერილი გააგზავნა, რომ ჩემსავე სიცოცხლეში უარს ვამბობ ტახტზე და ჩემს მაგივრად ეხლავე დანიშნე ჩემი ვაჟი დავითი, რომ მოვესწრო ამას. მაშინ იყო ესეთი წესი, ელჩი ქართულ წერილს თავად თარგმნიდა რუსულად, მას ჰქონდა ეს ბეჭედის და ყველაფერის და ისე შეკონდა იმპერატორთან. ელჩი იყო გარსევან ჭავჭავაძე, ყოფილი გლეხი მამოჩიშვილი, რომელიც ერეკლემ დააწინაურა, დიდ კაცად გახადა. ამ გარსევანმა თავისი ვაჟიშვილი ეკატერინე მეორეს მოანათულინა. ის აღარ უფიქრია, რომ ეკატერინე მეორეაც უკვე მკვდარია და პავლე ეზიზღებოდა დედამისი და ყველაფერი დედამისის თანატოვარი, რომ ჩათვალა, რომ იმპერატრიცის ნათული შვილი ყავს და რატომაც არა. თვითონ შეიძლება მშვენივრად გამختارიყო საქართველოს ხელმწიფე და გააყალბა წერილი და ესეთი რამ ჩაწერა. ეს უწერია უკვე ბაგრატ ბატონიშვილს. რა არის ახლა გაყალბებულ წერილში? რომ გიორგი თითქოს თხოვს, რომ მე ჩემსავე სიცოცხლეში გადამაყენე. ოღონდ გთხოვ მეც და ჩემი შვილებიც გადაგვასახლო რუსეთში, დაგვინიშნო პენსია ციმბირში. ითხოვს თითქოს გადასახლებას და აქ სხვა დანიშნო საქართველოს მმართველად. არა ჩემი მოგვარე. ამ წერილს ხო გადასცემს იმპერატორს და ჩამოდის საქართველოს და მომხრებს, იკრებს, რომ აი დღე-დღეზე მე გამომაცხადებენ საქართველოს მმართველად. ამ ყველაფერს გაიგებენ ჩვენი უფლისწულები. სხვა შორის პავლესაც ეჭვი შეაქვს და პავლე აგზავნის კონორინგს, რომ მოდიო ამ მეფობის, ასე ვთქვათ, გადმოცემის აქზე თვითონ გიორგი მოაწეროს ხელმე, თუ ეს არალეგიტიმურად ჩანს, მით უმეტეს ეს ის პერიოდია საფრანგეთის რევოლუცია მიდის და ლეგიტიმაციის პრინციპები ძალიან მაღლა. სანამ რეინექს თბილისში ჩამოვიდა, გიორგი გარდაიცვალა. მაშინ უკან გაბრუნდა, ვერ გამოაქვეყნა და პავლე ცალმხრივად გამოსცა ეს აქტი რუსეთში, თუმცა ამასობაში უკვე ქართველი უფლისწულები ჩავიდნენ. დაიწყეს მოლაპარაკება ბაგრატ ბატონიშვილი პირველ რიგში, რომ ეს არის სიცრუე, ესეც წერილი ვერ იარსებებდა. ეს არის გარსევანის გაყალბებული, იმიტომ ზულდა მე ქართულ საზოგადოებას გარსევანი. და თუ ნახავთ ჩვენ მოღვაწეს ვეღარ ვიპოვეთ მე-19 საუკუნის დასაწყისით, ვინც გარსევანს მოღალატეთ არ თulides და ეს ყველაფერი გამჟღავნდა. ამასობაში პავლეც მოკლეს, ალექსანდრემ შექმნა კომისია, რომ კომისიაზეც ეს ყველა მონაცემი დაიდო, რა თქმა უნდა პავლეს აქტი გაუქმებულად ჩაითვალა, დავითს დროებით მისეს მემკვიდრე მმართველის ტიტული, მაგრამ საქართველოში არ გაჩერდა ტახტისთვის ბრძოლა, არ გაჩერდა წერილები ალექსანდრესადმი. აქეთ ერეკლეს შვილები, იქით ერეკლეს შვილები წერენ, არა მე ტახტი მინდა და არა და ომი იქნება, არა და დავყოცავთ ერთმანეთს და 1800 პირველი წლის 11 სექტემბერს ალექსანდრე პირველი მამის კვლელობაში ეჩუმიტანილი ალექსანდრე პირველი თავს იცხადებს რუსეთის იმპერატორად, ხოლო მეორე დღეს 12 სექტემბერს სხვა ჩვენს მოსკოვში, იმიტომ რომ მოსკოვში ხდებოდა იმპერატორის კურთხევა, ის გამოსცემს ეგრეთ წოდებულ ქართლის სამეფოს გაუქმების მანიფესტს, რაც ინამდვილეში არის შემდეგი რა. რუსეთის იმპერატორი თვითონ ხდება ცარ გრუზინსკი, ანუ გადააყენებს ბაგრატიონების დინასტიას და ერეკლეს ტახტზე ადის რომანოვი. აი რეალური აქტი იყო ეს და იმ აქტში წერია, რომ აი უპირისპირება ძმათა შორის შუღლი, მანამდე აღამაყმაყანის მიერ აოხრება. აი ეს არის პრობლემები, რომელიც აქვს საქართველოს და რაც მას აიძულებს ქართველი ერის დაცვის მიზნით
საერთოდ ჩამოართვოს მეფობა ამ საგვარეულოს. ეს ჩვენი დიდი სათქივარი და პრობლემა ერთმანეთის გაუტანლობა, მაგრამ რაც შეეხება ერეკლე მეორეს, ერეკლე გმირი ერეკლე, რომელიც მართლა ქუხდა იმ დროინდელ აზიურ პოლიტიკაში და როგორც ჩანს, არა მარტო აზიურში. გმირი მეფე მოკვდა რუსეთის ორთავიანი არწივისთვის კახურად თავის მომგლეჩ ქართველად ბოლომდე ანტირუსად ბოლომდე იმ პატარა კახად და დიდ ვაჟკაცად რომელმაც არაერთხელ ხერხემალში გადაალეცა და გადაანგრია ირანი გადალეცა და გადაანგრია ოსმალები და დაგვიტოვა ხმალი როგორც ნიშანი მომავალი დიადი გამარჯვებების